მარნეულში მოქმედმა იმამ ზამანის სახელობის ფონდმა ხილასმა სოფელ ყიზილაჯლოში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახს 12500 ლარის ღირებულების 3 მსხვილფეხა და 3 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი გადასცა. აღნიშნული ინიციატივის მიზანია ოჯახისთვის მდგრადი შემოსავლის წყაროს შექმნა. დღეს აქ ერთი კეთილი საქმისთვის შევიკრიბეთ. აპრილის თვეში ჩვენმა ძმებმა დააფუძნეს საქველმოქმედო ფონდი სახელწოდებით ხილასი. მან ფუნქციონირება დაიწყო უკვე რამდენიმე თვეა. დღეს ამ ფონდმა შეჭირვებულ ოჯახს 3 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი გადასცა. ამ ფონდის სამომავლო საქმეები იმედი მაქვს კიდევ უფრო გაფართოვდება მომავალში. მადლობა მის წევრებს. ძალიან კარგი ინიციატივაა. იმედი მაქვს ეს საქველმოქმედო ფონდი სამომავლოდ კიდევ უფრო გაზრდის კეთილი საქმეების რაოდენობას და კიდევ უფრო გაფართოვდება. ჩვენი მიზანია გაჭირვებული ოჯახები რთული ეკონომიკური ვითარებიდან გამოვიყვანოთ და შევუქმნათ მდგრადი შემოსავლის წყარო. ამ ოჯახში არის 3 არასრულწლოვანი ბავშვი, რომელთა დედასაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. იმედი გვაქვს ისინი ამ რთული ვითარებიდან მალე გამოვლენ. აღსანიშნავია, რომ იმამ ზამანის სახელობის ფონდი ხილასი მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაფუძნდა. იგი დაარსების დღიდან აქტიურად ეხმარება შეჭირვებულ ოჯახებს. მის მთავარ მიზანს სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული ოჯახების დახმარება და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. ფონდის წევრები ცდილობენ, რომ ოჯახს გრძელვადიანი მხარდაჭერა გაუწიონ.